როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ეგრეთაც ჩვენ განახლებითა ცხოვრებისათა ვიდოდეთ, ანუ მსგავსი ცხოვრებით ვიდოდეთ. რამე თუ უკვე თუ თანანერ გვექმნეთ მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა, ეგრეთვე აღდგომასა მას მისვა ვიყვნეთ. ქრისტეს აღდგომა ჩვენი აღდგომის საწინდარია, მაგრამ მანამდე გვეუბნება, რომ თანანერ ვექნეთ მსგავსებასა მას სიკვდილისა მისას, ანუ მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით უნდა მოვკვდეთ. რას ნიშნავს მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილი? ეს ნიშნავს იმას, რომ უარყოთ ცოდვა, უარყოთ უღმერთობა, უარყოთ უქრისტეობა, უარყოთ საკუთარი ეგოიზმი, ანგარება, შური, პატივმოყვარეობა, ყოველგვარი სიბილწე, ანუ საკუთარი თავი უარყოთ, ეს ნიშნავს, რომ მას მივემსგავსოთ სიკვდილში, როგორც მან უარყო ბოლომდე საკუთარი თავი, როცა გეციმანის ბაღში ამბობს, იყავ ნება შენი. ეს ხო ჩვენს გასაგონად ხო ამბობს. ესე უწყით, რამე თუ ძველი იგი კაცი ჩვენი მისთანა ჯვარს ეცვა. რათა განქარდეს ხორცი იქით ცოდვისა. პავლე მოციქული არ გვეშვება. ხო, კარგი უარყოფ ჩემ თავს, კარგი, კი ბატონო, ოღონდ ცოტა კომფორტულად უარყოფ. არ გვეშვება, შანსს არ გვიტოვებს, იმიტომ რომ პავლე მოციქული კვლავ აგზელებს. ჩვენ ვიცით გვეუბნება, რომ ძველი იგი კაცი ჩვენი მისთანა ჯვარს ეცვა. ანუ ესე ლაითად, ესე რბილად, ესე კომფორტულად საკუთარი თავის უარყოფა არ გამოგივა მართლებს, მე ჯვარს უნდა ეცვა ქრისტესთან ერთად. აგერ პავლე მოციქულის სიტყვები, ჩვენი ძველი კაცი მისთანა ჯვარს ეცვა და არა ისე რომ ის ხო ეცვა ჯვარს. ქრისტე ხო ეცვა ჯვარს ჩემს მაგივრად. ხო და მორჩა მე თავისუფალი ვარ. არა ხარ თავისუფალი. მასთან ერთად, და მას რა თქმა უნდა იმ სიმძიმის ჯვარს ვინ დაგადებს, მაგრამ გაიხსენე, უარყო თავი თვისი, რა ძალიან მწარია. აღიღო ჯვარი თვისი, ანუ იმ ჯვარს არ გაცილებს, რომელიც შენ ცხოვრებაში გაქვს. ესე ძალიან ძნელია და მე დინამიკაში უნდა იცხოვრო, რა გაყვე მას. ამით ემსგავსები შენ. ამით ხდება შენი თანაჯვარცმა. ყოველგვარი წუწუნის დრწმინვის და ასე შემდეგ. და პლუს ვალდებულება გაქვს თან გიხაროდეს, ოღონ არა ფარისევლურად, არა მსახიობურად, არამედ ნამდვილად გულში.